და აი ამ ადამიანებს მოვეფარო. ამათი ახალი წელია დღეს, ჩვენი ახალი წელია, მთელი საქართველოს ახალი წელია, მთელი მსოფლიოს ახალი წელია. მე მინდა ჩემო გუჯა ახალგაზრდებს უთხრა, მათეს უთხრა, ჩემ შვილიშვილებს უთხრა, მთელ საქართველოს უთხრა. არსებობს ორი წიგნი, ერთი არის დაწერილი კანონი, მეორე დაუწერელი კანონი. ეს დაწერილ კანონში არ შედის, ეს შედის დაუწერელ კანონში, რომელიც დღეს საქართველოში არის ყველაზე ძლიერი. ახალგაზრდებს მინდა უთხრა, მათეს მინდა უთხრა. გასაგებია, ბაკურიანიც კარგია, გუდაურიც კარგია, მაგრამ ამის შემდეგაა ყველაფერი კარგი ისა გუჯა. ეს გაძლევს ცხოვრების სტიმულს. ახლა რო იცოდნენ, მე აქა ვარ დღეს, ხო იცი, ყველა აქ იქნება დიდი და პატარა, მაგრამ მე ვთხოვე აგერ ჩემს მეგობარს, რომ დამჯდარიყო რულზე და ჩემი მეგობარია კიდე აგერ ვერც წარმოუდგენია რა გავაკეთე. არის ეგვიპტიდან წარმოშობით, დუბაიში ცხოვრობს, იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელია, ყველაზე დიდი სახელმწიფოსი დუბაიში და მას ვერ წარმოუდგენია მე დღეს ახალ წელს რა გავაკეთე. ის გავაკეთე გუჯა, რასაც უნდა აკეთებდეს ვაშკაცი კაცი. უყურე როგორ არის. კაცი, კარგი კაცი და ცუდი კაცი არსად არ იწერება. იწერება შენი გავლილი გზებით და ის შეცდომა არ უნდა დაუშვა, რაც კაცურშია. კაცურში პირველი ის არის, რომ ეს არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს. ეს თუ დაივიწყე, შენ არასდროს არაფერი არ გამოგივა. მე გელა ბარკალაიაც, რაც ესენი გარდაიცვალა, იცი შენ გუჯა, 6 წელი, 7-8 წელი გავიდა იმის შემდეგ, რომ ეს დავიწყეთ. ეს თვითონ ეს გავაკეთებიეთ, ეს გადახურვა ხედავთ როგორ არის გაკეთებული. ამისთვის ყველა მასალა ჩამოტანილია ინდოეთიდან. სპეციალური გრანიტი, რომ ეს მთლიანობაში ყოფილიყო ისე როგორც საჭიროა, მაგრამ იცი რომ 6 წელი აქ არ ვიყავი. 6 წელი მე მოწყურებული ვიყავი ამათ საფლავს. დედა ჩემის თამადობით ყველა დედებს დაგილოცავთ, ყველა წასულებს დაგილოცავ და ჩემთვის ახალი წელი რა არის თუ არა და აქ არ მოვაკითხო და ამათ არ მოვეფერო. ბიჭებო, ყველას, მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს, ყველას მოვულოცოთ ახალი წელი, ხეხობის დღესასწაული და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ სიძლიერებს გვაძლევს აი ესენი თუ ჩვენ დავივიწყეთ, ჩვენ ყველაფერს დავივიწყებთ და არაფერი ცხოვრებაში არ გამოგვივა. ჩემო გუჯა, მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვულოცოთ. ამას მე რო საუბრობ, გული გიწუხთ, იმიტომ რომ ვერ მიდიხარ საფლავამდე და მეც ესე ვიყავი 6 წელი, რომ აქ ვერ